როგორც ხედავთ, გაურმაგდა ზომაში. ხა უნდა გავაფრთხილოთ და ამოვჭრათ და მე შევწყვოთ. ოდნავ დაფუძნეთ სამუშაო ზედაპირი, გადმოიტანეთ ცომი და დავიწყოთ გაფრთხილება. და უნდა გავაფრთხილოთ ისეთ სისქეზე, როგორც ვიდეოში ნაჩვენები. და ამოჭერით ცომები დაახლოებით 6 სანტიმეტრიან დიამეტრიანი ფორმებით. დააფინეთ გამოსხივები ქაღალდი თუნუქის ლანგარზე და დააბრძანეთ ჩვენი ცომების ზედა. აი ესე ჩვენი პოტენციური დონატები ახლა თავიდან უნდა ამოფუდეს ღუმელში, დაახლოებით 45 წუთი 1 საათი, რომ კარგი ფუმფულა გახდეს. ახლა ისე შევინახოთ ღუმელში, ისევ იგივე პრინციპით, ცოტა ურთქლით, რომ მალე მივიღოთ შედეგი, რაც გვინდა რომ მივიღოთ. დაახლოებით 1 საათიც გავიდა, გაურმაგდა ჩვენი დონატები მეორეჯერ და ახლა ეს მარტივი ოპერაცია უნდა გავაკეთოთ. ესე უნდა დაჭრათ ჩვენი გამოსხივები ქაღალდი და ზეჩვენა ჩავშვათ ამიანა და თვითონ მე უკვე აძვრება ძალიან მარტივად დონატს. ამიტომ ახლა ზეთი გავაცხელე ჩვენ მანამდე სანამ ჭრიდით. გაცხელებულია დაახლოებით 170-180 გრადუსზე და ჩავუშვით ახლა ამ დონატებს და ორივე მხრიდან შევწვავთ გაოქროს ფერებამდე. ჩავუშვით გაცხელებულ ზეთში ჩვენი ცომები და დაახლოებით 30-40 წამი შეწვით. მაკრატელის ჩაჭერეთ როგორც ვიდეოში ნაჩვენები, რომ ჩაეტიოს შიგნით ჩვენი კრემი და შემდეგ დაკრემეთ იმდენი კრემით, რამდენითაც თქვენ გიდათ. მოაყარეთ შაქრის პუდრი და მზად არის.